სადღეგრძელოების თემაში ერთიანდება ნანულას და გუბოზას. ვიცი და კაციც დავიწყოთ. კაცით დავიწყოთ. კაცით დავიწყოთ. თუ კაცი ქვია მაგას. კაცის მაგარი. მე მინდა რომ შვიდობის სადღეგრძელოს დალევის დროს ქართველებს არ ახსენდებოდეს ქოცები. აი ეს არის არსებითი გამოწვევა. აი ამ თვალსაზრისით ჩვენი პრობლემა ის კი არ არის ჩვენ რას ვასხივებთ. პრობლემა არის რომ აბსოლუტურ ფარისევლებს აქვთ ეს თემა ჩაბარებული. ის როგორ უსმენსო? ის როგორ ის იმას მეკონი ის აბსოლუტური გამოწვევაა. სადღეგრძელო რა ხდება მაგათაც ვერ გავიგე. თვითონ ესე იგი თვითონ სადღეგრძელო თვითონ ახსენდება კონცეფცია სადღეგრძელოზე. ად გორეს. საერთოდ შვიდობის სადღეგრძელო საერთოდ აღარ სვავენ ტიპები. ანუ ვაფშე ეგეთი სვავენ, რა სვავენ, ხა შე წარმოგიდგენია. კი, აკაცოკებთან ერთად რუსთაველზე ქვემოთ ტროტუარზე მჯდომები კი. არა, მე გეუბნები ისე, აი სუფრაზე და სუფრასთან გეხოწები ვინ უნდა უთამო, ვინ უნდა უთამადოს. გუბაზა? არა, გუბაზა მიცის თამადობა. სხვათაშორის გონია რომ იცის. იგი ისტორიულ ფრაზებს ჩააქცევს ხოლმე და შეიძლება ეს ისტორია. არა, მე მინახია რა გუბაზა სუფრაზე და ესე არის რა, არც დგება ხოლმე. გიქიფი გუბაზას ერთად? არა, კაცო, ქუთაისში დავიარე, მივდიოდი დასავლეთში. დასავლეთში მანქანით მივდიოდი რა. არა, თქვენ ცალკე არა, ხო და აქეთ მხარე სანამ ხიდს გადახვალ, იყო რაღაცა რესტორნები რა. და იქ შევიარეთ საჭმელად რა და ეგეთ კეიფობდნენ რა მაშინ და გუბაზა იყო თამადა და შემომიპატიჟეს და რა ვიდე ესე ის აი ხნის ამბავს გეუბნები რა ეგ ბევრი რაღაცეები ხუთი სართული რაღაცეები ედო რა ხო და არა ამათ ვარეციან ეგ რა ვიცი როგორ ლესავს აი ეს ქათმის ბარკლები იახა და ეგ და მიშა ლესვაში ერთი მაშინ აი იცი აი როგორ გითხრა აი მაგალითად შილა ან მაგალითად ღომი კი არ ჭავს აი სალესით ჭავს ეს და ფილზე ისოს დიდი სალესი გუბაზა დანაჩანგლის მაგერად სალესით და ეგეთი რაღაცეები ჭავს ხო სამუშაო იმეები ჭავს ატრიბუტიკით რა საჭმელი ატრიბუტიკით კი არ ჭავს დანაჩანგალი რავი არა სალესი კლუჩი ბარგალკა ჩაპჩა აბა გავუშვით დანულა რა სადღეგრძელოზე კიდე რასი ძახის რა ეს ქვეყანა ქართველებისაა ამ ქვეყნის ბედი ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ ხო იასნია აბა მინდა გადაწყვიტოს ასეთი სადღეგრძელო მართლა პირველად გავიგე რატო გაიგე პირველად პირდაპირ აღიარება ეხლა შენ ვერ ვხედავ მაგას გადავ შეეულოთ სერიოზულად ვამბობ არ მოწონს მაგას ახლა ქართველებმა რომ უნდა ქართველებმა ხო უნდა გადაწყვიტოს არჩევნებში ქართველებმა გადაწყვიტოს მეტი ხო ხო და არ მოწონს ამაზე ეგ რა არ მოწონს და იზა რაც არ მოწონს ყველას პირდაპირ ეთერში იძახის ხო სადღეგრძელოებში ეგეთი სადღეგრძელო არჩევნების დემოკრატიული არჩევნების სადღეგრძელო არ თქვა. მოკლედ ყველაფერში ცხვირს თქოს. სადღეგრძელო როგორ უნდა დაილიოს, ეს რა უნდა დაილიოს. სტარტი როგორია, პოლიტიკური კარიერის სტარტი როგორია? პოლიტიკური კარიერის სტარტი. სუფრიდან. არ და რო კითხო სულიერებად ქართულ სუფრაზე. რა თქმა უნდა. ესმის და ქართულ ტრადიციებზე. და რა იწყებს აქედან? აუცილებლად. მაგარია. და აქტუალურია. აივე, დადული. ზუსტად რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ გადაწყვიტა არჩევნებზე მოგწონთ თუ არა ეს თქვენო რა. აგერ თუ არა. შემდეგი გამოუში რა, ეს არ მინდა. მერე წყვიტავთ კიდეს თქვენაერი მანქურთების გარეშე. დიახ, ქალბატონო, გეთახმებით. პარტიულად ხალხი ყველაფერზე გცემს პასუხს რა. ეს თათა ყოველდღე რომ მიდის ეთერებში და ყოველდღე რომ რაღაც ისულელებს ლაპარაკობს. ერთხელ შეიძლება რომ ამ ქალზე არ ვილაპარაკო. ფიზიკურად არ გამოდის გია შეხედე, ნახე. დღესდღეობით სამწუხაროდ რაც ხდება რეალურად, საღადაო, რაზეც ჩვენ ვხედავთ და ვღადავთ, ხდება სულ იქით ამ მხარეს. ხო, გასაგებია. იქით ამ მხარეს ვინ არიან? ციხეშესხედან ვიღაცები და გარეთ დაშენ ნანულა, ანიჩიძე და გასაგებია, მაგრამ გასაგებია, მაგრამ ნანულას ნაირად ეს ცოტა გოიმების და გაჯების ის არის. არავინ არ აქტიურობს. აი ხებით აწובה ყველაფერს. აი რასაც არ უნდა იძახდეს, ტყუილია, მართალია რა. აი ხებით გაწובה ბოლომდე რა. მეორე დღეს კიდე ეთერში მიდის, მესამე დღეს კიდე ეთერში მიდის და
აი იმენა ლომკა აქ ეთერის კი, რა. იმიტომ რომ ეხლა თავს იმკვიდრებს. ვარ გადავაგდებინოთ ბიშკეკში. მე მგონი მე გადავაგდებინოთ 1.7-6 კომა ჭირდება ამას. სუფრაზე უნდა ამას გაშვება და გადააგდებს ეგრევე რა. ერთ 7-კვირიანი кейფი უნდა, 7-კვირიან кейფში უნდა გაუშვა და ჩამოვა ზამსაღსალაბად.